მოგესალმებით, მე გახლავართ მაია ხალთასი და დღეს მინდა გესაუბროთ ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო თემაზე, time management-ზე, ანუ დროის მართვაზე. დაახლოებით 6 თვის წინ შემექმნა მე პირადად პრობლემა დროის განაწილებასთან დაკავშირებით. მქონდა შრომატევადი სამსახური და პარალელურად ვითავსებდი ჩემს საკუთარ ბიზნესს. ამის გამო საერთოდ აღარ მრჩებოდა თავისუფალი დრო. სრულიად მოვწყდი ჩემი შვილების ცხოვრებას და საღამოს როცა ბრუნდებოდი სახლში ფაქტიურად მოთან დავაპარაკების თავიც კი აღარ მქონდა. მივხვდი რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარც მინდოდა და აღარ შეიძლებოდა, ამიტომ დავიწყე გამოსავალზე ფიქრი. მივმართე დასახმარებლად ჩემს coach-ს, მეგობარს, რომელმაც მირჩია გამომეყენებინა time management-ის პრინციპები. დღესდღეობით time management-მა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან დამილაგებინა ჩემი ფასეულობები, განმაყოფინა საკუთარი პრიორიტეტები, მივაღწიე ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც ყველაზე მთავარია მოვიცალე ჩემი შვილებისთვის და დღესდღეობით ვაკეთებ ყველაზე საყვარელ საქმეს ჩემთვის, ვეცნობი ლექციებს, ვესწრები ტრენინგებს, ვკითხულობ წიგნებს და მაქვს საშუალება მე თვითონაც ჩავატარო ვებინარები და ტრენინგები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხალხისთვის განეზიარებინა time management-ის ეფექტურობა და მისი შესაძლებლობები. ცნობილი ორატორების აზრით, ისეთების როგორებიც არიან ბრაიან ტრეისი და ჯიმ რონი, წარმატებული ადამიანები ეფექტურად იყენებენ თავიანთ დროს. მათ ძალიან მიზნობრივად აქვთ განსაზღვრული, თუ რაში უნდა გამოიყენონ თავიანთი დრო. ამით განსხვავდებიან ისინი სხვა ყველა ადამიანებისგან. ამიტომ თუ ჩვენც განვიყენებთ მიზნობრივად და ეფექტურად ჩვენს დროს, აუცილებლად მივაღწევთ მათსავით წარმატებას. რა საერთო თვისებები აქვთ წარმატებულ ადამიანებს? როგორც აღნიშნეთ, მათ აქვთ რამდენიმე საერთო თვისება, რითიც ისინი გვანან ერთმანეთს და ერთ-ერთი არის ზუსტად ეს, რომ დროის სწორად მართვა ახასიათებთ. ახლა გავეცნოთ 7 ძირითად პრინციპს დროის მართვისას. პირველი არის მიზნების დაგეგმვა. რა მიზნები გაქვთ თქვენ? რა გინდათ რომ აკეთოთ? ვინ გინდათ რომ იყოთ უახლოეს მომავალში და რას გინდათ რომ წარმოადგენდეთ? ეს ის საკონძო შეკითხვებია, რომელზეც პასუხის გაცემით თქვენ მიიღებთ თქვენი მიზნების გეგმას. ეს კი აუცილებელია ადამიანის ცხოვრებაში, რადგანაც მიზნების გარეშე ცხოვრება გავს მანქანას საჭის გარეშე. წარმოიდგინეთ, როგორ იქნება ასეთი მანქანის მართვა. ფაქტიურად მიდიხართ ასეთი მანქანით და არ იცით საით წავა იგი. იგი გადაადგილდება ინერციით ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს. ასევე არის ჩვენი ცხოვრება მიზნების გარეშე. ჩვენ მინდობილი ვართ ბედს და ინერციით მივყვებით მას თუ საით წაგვიყვანს იგი. ხოლო მიზნები ეს არის ის რელსები, რომელიც არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ გადავაადგილდეთ სწორი გზიდან და გადაუხვიოთ ჩვენი მიზნების გზიდან. მიზნების ქვემიზნებად დაყოფა. მიზნები უნდა იყოს აუცილებლად დაწერილი ფურცელზე და რაც თავარია მაქსიმალურად ცვლად და ზუსტად უნდა იყოს ისინი ფორმულირებული. რას ნიშნავს ქვემიზნები? თითოეული მიზანი უნდა დავყოთ იმ ეტაპებად, რომლის გადალახვითაც ჩვენ უკვე მივიღებთ სრულფასოვან მიზნის მიღწევას. ქვემიზნები აუცილებელია, იმიტომ რომ თითოეული ქვემიზნის შესრულებით ნელ-ნელა ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნის მიღწევას. რატომ არის ადამიანის ცხოვრებაში მიზნები და ქვემიზნები ძალიან მნიშვნელოვანი? მაგალითად, თქვენ ხშირად დააკვირდებით, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მიიღეს განათლება, მაგრამ ისინი მუშაობენ ისეთი ადამიანების დაქვემდებარებაში, ვისაც არც საშუალო და არც უმაღლესი განათლება არ აქვთ მიღებული. რატომ მოხდა ეს? ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ჰქონდათ ზუსტად დაწერილი და ფორმულირებული თავიანთი მიზნები და მიაღწიეს ამათ. ხოლო ჩვენ თუ არ გვაქვს ფორმულირებული და დაწერილი ჩვენი მიზნები,
მიზნები ჩვენ ფაქტიურად ამით ჩვენს თავს უსჯით, რომ ვიმუშაოთ ისეთი ადამიანების დაქვემდებარებაში, ვისაც აქვთ თავიანთი მიზნები განსაზღვრული. ამით ჩვენ ფაქტიურად ცხოვრება არის მოწყობილი მარტივად. ან ჩვენ ვასრულებთ და ვისრულებთ ჩვენ ოცნებებს, ან ვასრულებთ სხვის ოცნებებს. ცნობილი სპიკერი და ბიზნეს მრჩეველი ბრაიან ტრეისი ფიქრობს, რომ თუ ადამიანს ექნებოდა მხოლოდ ის უნარი და ის ჩვევა, რომ დაეწერა თავისი მიზნები, დაეყო ისინი ქვემიზნება და მუდმივად ეკეთებინა ეს თავისი გეგმის მიხედვით, ანუ თავისი მოქმედებებში გადაეზარდა ეს გეგმა, ის აუცილებლად გახდებოდა წარმატებული და ეს უნარიც კი ექნებოდა საკმარისი მისი განათლების და გამოცდილების მიუხედავად. შემდეგი არის ანალიზის გაკეთება და მოქმედებების სიის შედგენა. დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ თუ ადამიანი თავის მოქმედებების სიას შეადგენს და შემდეგ დაიწყებს უკვე საქმეების გაკეთებას, მისი ეფექტურობის დონე მინიმუმ 25%-ით გაიზრდება. როგორ უნდა გავაკეთოთ მოქმედებების გეგმა? უნდა შევადგინოთ ყოველი მომდევნო კვირის და შემდეგ უკვე დავაზუსტოთ ყოველი დღის გეგმები. მაგალითად, კარგი იქნება თუ შაბათს კვირას თქვენ გააკეთებთ მომდევნო კვირის გეგმას, ანუ მინახავს გააკეთებთ მომდევნო კვირის საქმეების გეგმისა, ხოლო შემდეგ ყოველდღიურად, ყოველ საღამოს გააკეთებთ მომდევნო დღის გეგმას. საღამოს რატომ საღამოს? იმიტომ რომ ძილის დროს ადამიანის ტვინიც ისევ მუშაობს როგორც დღისით და თუ თქვენ მას დაუტოვებთ რაიმეს ამოცანას გადასაჭრელად, ის აუცილებლად დაგახვედრებთ დილას ახალ იდეებს და ახალ გადაჭრის გზებს ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგი არის პრიორიტეტების დალაგება. უნდა ვიცოდეთ, რა არის მეტად მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელი. არიან ადამიანები, ვისაც აქვს თავიანთი მიზნები განსაზღვრული, აქვთ საქმეების გეგმაც კი დაყოფილი, მაგრამ არ იციან, რომელია უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რომელი უნდა გავაკეთოთ სასწრაფოდ და არ უნდა გადავდოთ. ამაში დაგვეხმარება, შეგვიძლია გამოვიყენოთ პარეტოს პრინციპი, რომელსაც მეორნაირად 20-80-ის პრინციპსაც უწოდებენ. რაში მდგომარეობს ეს პრინციპი? 20% ძალისხმევით მიიღება 80% შედეგები. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი გეგმა შედგება 10 პუნქტისგან, იქიდან 2 იქნება ის საკვანძო და მნიშვნელოვანი, რომლის შესრულებითაც თქვენ მიიღებთ 80% თქვენი გეგმის შესრულებას. ესე იგი, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ზუსტად 2 მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომლის შესრულებითაც ჩვენ უკვე მივიღებთ 80% ჩვენი მიზნების შესრულებას. პრიორიტეტების დალაგებაში აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ ეიზენჰაუერის მატრიცა. ეიზენჰაუერი იყო ამერიკელი გენერალი, რომელმაც შეადგინა time management-ის ასეთი სტილის მატრიცა. პირველ უჯრაში იწერება მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები, მეორეში იწერება მნიშვნელოვანი და არასასწრაფო, მესამეში არამნიშვნელოვანი და სასწრაფო, ხოლო მეოთხეში არამმნიშვნელოვანი და არასასწრაფო. თქვენ შეგიძლიათ ეს უჯრები შეავსოთ თქვენივე გადასაჭრელი ამოცანებით და საქმეებით, მათი მნიშვნელობის და დროის მიხედვით დაალაგოთ ისინი. ზუსტი მოქმედებების გეგმა. ჩვენ უკვე შევადგინეთ ჩვენი მიზნების სია და ვიცით უკვე რომელია პრიორიტეტული, ხოლო ზუსტად დაალაგებული პრიორიტეტების სია მოგცემს ჩვენ ზუსტი მოქმედებების გეგმას. ანუ პრიორიტეტულად დაალაგებული გვაქვს და შეგვიძლია უკვე მივყვეთ ამ სიას. მეექვსე პრინციპი დაუყოვნებლივ გადადით მოქმედებებზე. რადგანაც მოქმედებების გარეშე ჩვენი მიზნები არის ოცნებები. მიზნებთან დაკავშირებით მახსენდება ერთი შედარება, რომელიც ერთი ტრენინგზე მოვისმინე და მუდმივად მახსენდება ხოლმე ქოცნობიერ დონეზე. ეს არის მაგალითად თუ თქვენ ჯდებით ტაქსში, რას ეუბნებით პირველ რიგში? თქვენ ეუბნებით, რომ წაგიყვანოთ რომელიმე კონკრეტულ მისამართზე, ხო? რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ძღოლი მიგიყვანთ, მაგრამ თუ თქვენ ჩაჯექით და გეკითხებათ ძღოლი სად მიგიყვანოთ, თქვენ ეუბნებით, რომ არ ვიცი.
რას გააკეთებს ამ დროს მძღოლი? ბედიშის მოხდით დაგემშვიდობებად. აი ეს არის ჩვენი მიზნებით ცხოვრებაში. თუ ჩვენ მიზნებოთ ვიცხოვრებთ, რა გამოდის? ვერც ღმერთი და ვერც ვერანაირი გარემოებები ჩვენ ხელს ვერ შეგვიწყობს იმაში, რაც ჩვენ თვითონ არ ვიცით. ამიტომ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ რა გვინდა, რას უნდა მივაღწიოთ და მერე უკვე თავისთავად შეიქმნება ის გარემოებები და უფალით დაგვეხმარება ჩვენი მიზნების ახდენაში. მეშვიდე საბოლოო და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ყოველ დღე იმოქმედეთ და აკეთეთ თქვენი სიიდან ერთი მაინც, რომ მიხვიდეთ თქვენი მიზნების განხორციელებამდე. რეზიუმის სახით მთლიანი time management შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად. დაგეგმე, გამოყავი ძირითადი და იმოქმედე. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ყველა ადამიანმა იცხოვროს კეთილდღეობით და მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას. ფინანსებთან დაკავშირებით ჩვენი გუნდი ვაკეთებთ მაღალი დონის ტრენინგს, რომელსაც შემოგთავაზებთ მაისის დასაწყისში. მოხარულები ვიქნებით თუ დაგვესწრებით. მანამდე კი შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე და ბლოგზე წარმატების საიდუმლო. დიდი მადლობა.